მოგესალმებით ჩემო კარგო ადამიანებო, როგორ ხართ? Რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სალამი უპირველეს ყოვლისა ჩემი არხის გამომწერებს. ხელს გიქნებთ, ყველაფერს საუკეთესოს გიგზავნით. ადამიანებს, რომლებსაც არ ეზარებათ უკავშირის გამოხატვა, არ ეზარებათ ის აქტივობები, რომელიც არხს წაადგება და არხისთვის არის საჭირო, ხო? ეგრეთ წოდებული ლაიქი, კომენტარი და ასე შემდეგ. ერთგულ მაყურებელს არ აქვს მნიშვნელობა კულისებიდან მიყურებთ თუ დაფიქსირებული ნდობა გამოცხადებული პლატფორმიდან. ყველა შემთხვევაში თვითონ თქვენთაგან უღრმესი მადლობა იმისთვის რომ აქ ხართ, იმისთვის რომ დროს პოულობთ და ნუ რა თქმა უნდა სალამი და მადლობა არხის სტუმრებს, რომლებიც პირველად მოხვდით ჩემთან. დღეს მინდა ესეთი გაშლა გავაკეთო ორ ვარიანტზე, ანუ შევეხო ბედის წერას და ნებელობას. ანუ ის რა შეიძლება იყოს თქვენთვის ბედით მოცემული, რომელსაც რაღაცა ნაწილში შესაძლოა თავი ვერ არიდოთ და რეალურად თქვენ რას აკეთებთ ამისთვის, ხო? ანუ თქვენი ნებელობა როგორია ამ ყველაფრისთვის. გადავხედოთ, ანუ წინასწარ პროგნოზირებას არ გავაკეთებ. მაპატიეს. უკაცრავად, მაგრამ რას მოიტანს ზოგადად ტარო, ხო? ანუ საერთოდ წაგვიყვანს ტარო. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტის სიმბოლოებს ხედავთ თქვენ, ხო? ეს სურნელოვანი ჩხირებია. მოდი პირველი ვარიანტიზე დასტას აგერ ამას დავდებ თუ ხედავთ. ეს არის ანუ ველური რეფლექსიების ტარო და მეორე გამოვიყენოთ, მოდი იყოს თელემას ტარო. პრინციპში რატომაც არა. ერთი წამით იყოს აი ეს თელემას ტარო. ნახეთ. მეორე ვარიანტი. გნებავთ უკაცრავად მეორე ვარიანტი ნამეტანი ჩქარობს. გნებავთ სიმბოლოებით და ფერებით აირჩიეთ, გნებავთ აი დასტებით აირჩიეთ. მე მგონი ხედავთ და დავიწყოთ პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი გადავდებ. და ვნახოთ ვისთვის არის ეს გაშლა. ოხო, ცხრიანი თასები. ხო, საკმაოდ ემოციური ადამიანი უნდა მიყურებდეთ. ნუ მე არ მეყვარს ხოლმე ნიშნებზე ნამეტანი ყურადღების გამახვილება, მაგრამ შესაძლოა წყლის ნიშანის ბრძანდებოდეთ. ადამიანი, რომელიც აი როგორი ტიპის პიროვნება ხართ, იცით, ემოციები მარტო ჩემთვის კი არა ის რომ ვთქვათ, აი მე კარგად ვარ, მშვიდად ვარ, ან მიხარია, ან გაბრაზებული ვარ, არა, მე ვიღაცას უნდა გავუზიარო ეს, ვიღაცას უნდა გადავდო ეს ჩემი ემოცია. ანუ მარტო მე რაღაცეების, თუნდაც ბედნიერების ატანა არ შემიძლია, აი დაახლოებით ეგეთი ენერგიების მატარებელი ადამიანი შესაძლოა მიყურებდეთ. ფიზიკურად ხედავთ ხო არკანის ამ დასტის არკანს, ერთგვარი ქალთევზაა წარმოდგენილი. სულ ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ ჰაერზე არ იქნება ამდენი დასტები და თითოეული დასტის თითოეულ არკანში ვიზუალურად და შინაარსობრივად უამრავი დეტალია ჩაქსოვილი და სწორედ ეს განასხვავებს რაღაცა ნაწილში დატვირთვას, ხო, ამა თუ იმ არკანის, ნუ კლასიკური გაგების მიღმა და მოკლედ აი როგორი ტიპის ადამიანები ხართ, იცით, საკმაოდ ხოთეშორის მინდა გითხრათ, კეთილი, სანდო, მაგრამ აი კარგად გამოგდის რაღაცების ლავირება. ნახეთ, ქალთევზა ხო ერთგვარად ორ სიბრტყეს მოიცავს, ხო? ანუ რაღაცა სადღაც ადამიანურიც არის მიწიერიც და სადღაც წყლის სამყაროს წარმოადგენელია, ხო? აი თქვენც რაღაცა ესეთ პოზიციაში ხართ, მოკლედ, აი კარგი დიპლომატებით შესაძლოა იყოთ ბუნებით და ხასიათით. და ვნახოთ ახლა გავარჩიოთ, ხო? რა არის რა ხდება ახლა თქვენს ცხოვრებაში,
რეალურად და თქვენ როგორ ხედავთ ამ რეალობას და მე რა შეიძლება მოხდეს სამყაროს ჩანაფიქრის მიხედვით, ბედისწერის ხაზის მიხედვით და თქვენ რას ეოცნებობთ, ეს როგორ ჩქარობს, რა უნდა, ხო ცოტა ცივ ენერგიებში ხართ, ცოტა გონებით ჭრით რაღაცებს ყველაფერს, ეხლა ყოველ შემთხვევაში იმ ეტაპზე ხართ, რომ თითქოს ემოციური ფონისგან მინდა დავისვენო, ეს ენერგიები მომდის. კარგით, ვნახოთ ახლა, აბა. ახლა მაჩვენე ამ ადამიანის ბედისწერით მოცემული სიტუაცია და ენერგიები და მაჩვენე თვითონ როგორ ხედავს ამ ყველაფერს. ეხლანდელი ენერგიები, ხო. ნახეთ ჩემო კარგო ადამიანებო. ახლა და ამ ეტაპზე საკმაოდ დიდი ქაოსი გაქვთ, არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცეების მოტოვება ხდებოდეს უკვე თქვენს ცხოვრებაში უკან. შესაძლოა ზუსტად სამყარომ და ბედისწერამ ისე გადაწყვიტა, რომ რაღაცა ურთიერთობიდან, რაღაცა სიტუაციიდან თქვენ უნდა გამოსულიყავით, უნდა დასრულებულიყო, უნდა დამთავრებულიყო რაღაცეები თქვენს ცხოვრებაში. ამან საკმაოდ ისეთი ფონი შეგიქმნათ, რომ ცოტა ბალანსი დაგერხვათ, ემოციურმა ფონმა იმძლავრადაა, ცოტა აგრესიაშიც გადაგივიდათ რაღაცეები, მენტალურ პრობლემებში გადაგივიდათ რაღაცეები. ნახეთ, აი საღი აზრის უნარი დაკარგეთ, ხო, ეტლის არკანი ზოგადად ძალიან კარგი არკანია, მით უმეტეს მაღალი არკანია და ზოგადად გამარჯვების და წინსვლის არკანია, მაგრამ აქაც არის გარკვეული განსხვავებები, ხო? ანუ სხვა დასტის სხვადასხვა არკანში. დააკვირდით, როგორი იქნევს შოლც, ხო, ყოფოზე კი არ არის შემომჯდარი მშვიდად, არა, შემომხტარია და აი როგორი იქნევს ამ შოლც, ხო, რომ იმდენად შეფეზრდა აი ამ შოლტის ქნევით თეთრი ცხენი, ანუ თეთრი ენერგია, რომ ესე გაგლეჯვას და გაქცევას ცდილობს, ხო, არა, შავი ძალიან მშვიდად და წყნარად მიდის, იმიტომ რომ შავისთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. ნეგატიური მომენტი და უარყოფითი სიტუაციები, ხო? აი, ამიტომ რაღაცა აი ამ სიტუაციიდან, რაც რეალურად მგონია, რომ ის რაც დამთავრდა, თქვენ შეიძლება ძალიან მისტირით და ძალიან განრიულებლები ხართ, მაგრამ ეს თქვენთვის უკეთესი იყოს და რაღაცა დროის მერე მიხვდებით, რომ ეს ასე ჯობდა. და ნახეთ, ბედისწერით ახლა და ამ ეტაპზე თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი კონტურები ჩნდება. ჩნდება რაღაცა ახალი გზა. აი, სამყარო გაძლევთ ნიშნებს, თქვენ უბრალოდ უნდა მოусმინოთ. სამყარო გაძლევთ სინათლეს, სიუხვეს, ოცნებების ასრულებას, არ ვიცი, აი ძალიან საინტერესო გზას, ხო, რომლის ბოლოს დიახ ტაძარია, ну ჩვენებურად რო ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ ტაძარი ყველაფერს საუკეთესო საერთიანებს. თუ რამ შეიძლება იყოს, რწმენა, ყველაფერი ბოლოს ყველა ადამიანი ტაძრამდე მიდის, ხო, ეს რელიგიას არ აქვს მნიშვნელობა და კონფესიას, ანუ ბოლოს მაინც ღმერთამდე მივდივართ, იმ ძალიან დიდ ენერგიამდე მივდივართ, ხო, გამჩენამდე მივდივართ, რომელსაც მართლა სამყაროში ყველაზე მთავარი, მოდით მე ვიტყოდი, ბრჭყალებში ინჟინერია, ხო, და ყველაზე დიდი შემოქმედია, დიახ, ყველაფრის. და ეს ყველაფერი თქვენ უკვე გიჩანთ, თქვენ უკვე მოცემული გაქვთ ეს სილუეტები და თქვენ ის უბრალოდ უნდა შენიშნოთ და დაინახოთ. ვაიმე მაპატიეთ უკაცრავად. თქვენ როგორ ხედავთ ამ ყველაფერს? თქვენ ძალიან ემოციურად ხართ. აი, მოკლედ არ ვიცი, დუხ ხართ და გადმოდუხ ხართ, რაღაცა თქვენეულ ილუზიებში ხართ, თქვენეულ ოცნებებში ხართ, თქვენეულად ჭრით და კერავთ, მოდით ასე ვიტყოდი და რაღაცა განკითხვის არკანით, აი, როგორი მომენტი გაქვთ, იცით? დღეში 100-ჯერ ალაგებთ უკვე დამდგარ შედეგს, ასე რომ მეთქვა, ისე რომ ყოფილიყო, ამაზე რომ ესეთი პასუხი გამეცა, იმაზე რომ იმას ესე ეთქვა. ну მოკლედ აი ყველა ვარიაციასა და ბრუნვაში და რაკურსში ატარებთ აი ამ სიტუაციას და მოკლედ არ ვიცი, შეიძლება ესე კადრივით ატრიალებდეთ იმ ბოლო სიტუაციას, რამაც აი ამ რეალურად აი ამ გულისტკენამდე მიგიყვანათ. კარგით.
ეს შეიძლება ადამიანი იყოს და ეს შეიძლება იყოს სიტუაცია, მეგობრებო, საჯაროა გაშლა და მე აქ აღარ ვუღრმავდები ასე დეტალებში. მიმიხვდებით ისედაც. და ვნახოთ ახლა. უახლოესი მომავლის პერიოდში. რა ენერგიებს გიმზადებთ ბედის წერა, ანუ რა აქვს ჩაფიქრებული თქვენთვის და თქვენ ამ ყველაფერს როგორ აღიქონთ, ანუ თქვენი ნებელობა როგორი იქნება, თქვენი მზდაობა როგორი იქნება. ამ ყველაფრის მიმართ ვნახოთ ჯერ ბედის წერა რას გიმზადებთ. სხვათა შორის წეღან კარტს როცა ჩეხავდი და გადავდი, არ ვიცი თუ ვინმე შეასწარით თვალი, დასტის ფონად მედო ზუსტად ხმლების რაინდი, ისეთი სამართლიანი, ძალიან ჩამოყალიბებული, ძალიან სწორი, ხო? ისეთი რა, ასჯერო გაჭრის და გაზომავს, გონებით რომ მოქმედებს და ამისთვის ემოციები ნაკლები თემაა და ზედმეტი ატრიბუტიკაა. სხვათა შორის კარგად ორიენტირებულია ზოგადად მატერიალურ თემებზეც, მყარად დგამიწაზე ამისი თქმა მინდა. და მგონია რომ ბედის წერით ზუსტად შეიძლება ძალიან დიდი მანძილიდან მოდიოდეს ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. შესაძლოა დღეს საერთოდაც არ იცნობდეთ ამ ადამიანს და რეალურად ნახეთ თქვენი პარტნიორი გახდეს რაღაცა პერიოდის მერე. ყოველ შემთხვევაში ძალიან დადებითი ენერგიების მატარებელი არკანები დამილაგდა, ძალიან ისეთი დატვირთვის და შინაარსის მქონე, ხო, ნუ აი აქ თუ ხედავთ, არ ვიცი, მზეც არის ჩამავალი მთვარე, იქეთ არის, უბრალოდ აი დილით როა ხოლმე, ხო იცით, ამომავალ მზეზე უბრალოდ მზეც რომ ჩანს და მთვარის ანარეკლიც რომ არის, აგერ ჩაი უკვე გამზადებულია, რაღაცა ისეთი პალიტრა უკან, პეიზაჟია. ნუ თვითონ ასე ვთქვათ, აპატიეთ, ესე იგი, არ ვიცი რა მჭირს. უკაცრავად, ნუ თვითონ არკანის დატვირთვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხო? საკმაოდ საინტერესო რაღაცებს გიმზადებთ ბედის წერა, მაგრამ აი თქვენთვის ეს როგორი მისაღებია და როგორი ნებელობაა, ვნახოთ. ოჰო. აქეთაც ორი მაღალი არკანი, არა, თქვენ მიხვდებით, მეგობრებო, ნახეთ, თქვენ კი ცოტა დაბნეულობა გექნებათ, ცოტა რაღაცა გაურკვევლობა გექნებათ. ემოციური ტემპერატურა ისევ ისეთ დუღილის რეჟიმში იმუშავებს სავარაუდოდ, მაგრამ თქვენ მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი სამყაროსგან ხდება, თქვენ იგრძნობთ, აი როგორი ინტუიციურად მიხვდებით, იცით რომ ეს ესეა საჭირო, ეს სამყარომ ესე გადაწყვიტა და აი ძალიან ზუსტ როგორ გითხრათ, ნაბიჯებს გადადგამთ ამ ყველაფრის შესახვედრად და ამ ყველაფრის დასახვედრად. და მოდი ხა ერთი არკანით მანახეს ზოგადი, ხო, აი, ნუ იქეთ-აქეთ რეზიუმესავით ესე საკვანძოდ რო შევკრათ, ხო, ბოლოს. ერთი არკანით მანახე, კიდე, ეს რა უნდა? რა გადმოფრინდა? პენტაკლების მეფე, ხო, არ ვიცი, აქაც რაღაცა შესაძლოა თავის გადმოფრინდა ეს არკანი და სტაბილური ურთიერთობისკენაც მივდიოდეთ და აგერ ბედის ბორბალი, არა, ბოდიში, პენტაკლების დედოფალი, ჩემო კარგო ადამიანებო და აქვე მაქვს რა კარგად დაეწყო, ანუ გაურკვევლობიდან, ნერვიულობიდან, პრობლემებიდან გამოსვლა, დიახ, ახალი რაღაც საქმის და ურთიერთობის დასაწყისი, იქ პენტაკლების მეფე გადმოვარდა და აქ პენტაკლების დედოფალია და შეყვარებულების არკანი, არ ვიცი. რაღაცა მგონია რომ წინა გაშლის თემაა და ვიღაცეები ძალიან სტაბილურ ურთიერთობებში შეხვალთ და სხვათა შორის მონახის ხასს ეძახიან, როცა ნებელობა და ბედის წერა ერთმანეთს ემთხვევა და აქ რაღაცა ამ გაშლაში დაახლოებით ეგეთი ენერგიები წამოვიდა. მადლობა პირველ ვარიანტს, ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. მაპატიეთ, ამდენი, ხო არ ვიცი. ბებია ჩემი ახლა ცოცხალი რა იყოს. კითხო და გათვალული ხარ შენ შვილო და ჩემი დაც მაგას
მეძახის დილიდან, მაგრამ მე მგონია ცოტა ჟანგბადის უკმარისობა მაქვს. ამიტომ ბოდიშს ვიხდი. კარგით. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტის შემთხვევაში ვისთვის არის ეს გაშლა. ოპა. ეს სიგნიფიკაცია არა მგონია იყოს ჩემთან არ ვიცი ხო ნაკლებად. ასე თავარ. და არადა ფაქტია რომ რაღაცა იქეთ ენერგიებში ხართ. მოკლედ, პირველ რიგში გეტყვით, რომ შეიძლება პროფესიით ვიღაცა ძალიან სარისკო სფეროებს ემსახურებოდეთ. სახანძრო, სამხედრო, სამედიცინოც რატომ არა, ხო? სასწრაფო დახმარების, აი მაღარო, რისკთან თამსვლელები, ხო, აი რისკთანაც არის დაკავშირებული. ზოგადად გეტყვით იმასაც, რომ საკმაოდ დამანგრეველი ენერგიის მატარებელი შეიძლება იყოს თქვენ მე რაც ცნობიერებდეთ, მაგრამ აი თქვენ დაუნებურად რაღაცეები თქვენს გარშემო ისე ლაგდებოდეს და ისე აი გამანადგურებელი, ხო? გაუცნობიერებელი, გამანადგურებელი ვიბრაციებით შეიძლება გქონდეთ. რაღაცა გაიფიქროთ და გაფიქრებული არ გქონდეთ და ის რაღაცა უკვე რეალიზდეს. ეს მომენტიც შესაძლოა გქონდეთ. ну, ყოველ შემთხვევაში თუ სიგნიფიკაციას მივყვებით, ვიტყვი იმას, რომ ცოტა მიდრეკილი ხართ აპათიისკენ, მიდრეკილი ხართ რაღაცა ესეთი დეპრესიული მომენტებისკენ, და სტაბილურობა თქვენი ყოველ შემთხვევაში არ არის. რაღაცა უფრო აი სულ გაუწონასწორებელ სიტუაციებში ხართ, აი სულ რაღაცის მზაობაში ხართ, რაღაცა აი თავდაცვა, თავდასხმის მოლოდინში ხართ და სხვათა შორის ერთი რამ იცოდეთ, რომ ხო იცით ადამიანი, რომელიც სულ ომისთვის არის მზად, თუ ომი არ არის, მშვიდობაში საკუთარ თავს ანადგურებს და აი ზუსტად ეს ენერგიები მოდის. რატო ხართ ამ ენერგიებში არ ვიცი, მაგრამ თუ თქვენი არ არის და არანაირი არაფერი არ დაემთხვა, გააგრძელებთ ყურებას. კარგით გადავდოთ ეს და ვნახოთ ახლა თქვენს ცხოვრებაში რა საბედისწერო ამბები ხდება. და ვნახოთ რეალურად თქვენ როგორ უყურებთ ამ საბედისწერო ამბებს, როგორ აღიქვავთ ხო თქვენი ნება, თქვენი მიმღებლობა როგორია ამ ყველაფერთან. ვნახოთ. ხო, ესე იგი ორი რაინდი მიკავია ხელთ და მიკავია 6 დაკრების. ხო არ ვიცი, ფილანტროპი თქვენ ხართ, თქვენ ხდებათ ცხოვრების გზაზე ეგეთი ადამიანი არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ ახლა თქვენს ცხოვრებაში რაღაცა სტაბილურობა შემოდის, ვიღაცა ხელს გიწვით, ვიღაცა გეხმარებათ. ну აქ თუ მემკვიდრეობის თემა არ არის და აქ თუ ვიღაცა ქველმოქმედებას არ ეწევა, ყოველ შემთხვევაში შეიძლება რამე ბიზნესი იწყებდეთ, პარტნიორული ურთიერთობები გიყალიბდებოდეთ ადამიანებთან, საკმაოდ ისეთ დახვეწილ აკადემიური სტილის ადამიანებთან, რომლებსაც ზუსტად იციან რა არისთვის, როგორ და რანაირად და შეიძლება თქვენ ზუსტად აი გზას გაძლევდნენ, ხო, რეკომენდაციას გაძლევდნენ, გასწავლიდნენ რაღაცას, არც ამას არ გამოვრიცხავენ, თქვენ სწავლობდეთ, ემზადებოდეთ რაღაცისთვის, არც ვიღაცა შეიძლება სტაჟირებასაც გადიოდეს. ეს არის ყოველ შემთხვევაში მოცემული სამყაროსგან, ბედისწერისგან. ნახეთ, ბედისწერა თქვენ გიგზავნით აი ამ დახმარებას. ბედისწერა გიგზავნით თქვენ აი ნახეთ როგორც აი შეხედეთ ზეციდან მოდის მონეტები, ხო ზეციდან ცვივა, შენ ნუ გეშინია, ხო შენ თავარია რომ სწორად მოიქცე, მე შენ დაგეხმარები და ზუსტად აი კბილის თვალის წილ თუ რაღაცა ეგეთი, ხო? ну ექვსიანი პენტაკლები ზოგადად კიდევ ერთხელ მეორე საჩუქრის ქველმოქმედების დახმარების ხელის გაწვრის არკანია და ეს ყველა ვარიანტში სამყაროსგან თქვენს მიერ მოემართება. თქვენ როგორ ხვდებით ამ ყველაფერს და თქვენ როგორ აღიქვამთ? მინდა გითხრა მეგობრებო, რომ აქეთ აგერ ორი მაღალი არკანი მიკავია ხელში, ზუსტად ბედისწერის არკანი, ნებელობაში ამოგდით და ვარსკვლავის არკანი და აგერ არის თვითონ ხმლების დედოფალი, ხო? თქვენ როგორ პოზიციაში ხართ, იცით, თავდაცვით პოზიციაში გადასული, მე ყველაფერი ვიცი, მე ყველაფერს სწორად ვაფასებ, მაგრამ ანუ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ხო, აი რაღაცა დაახლოებით ეგეთი ლოზუნგით და ეგეთი დევიზით. თქვენ არა, თქვენ აბსოლუტურად მზად ხართ ამ ყველაფრისთვის, თქვენ იცით, რომ აი სამყაროს ხართ მინდებული, ბედს ხართ მინდობილი. ნახეთ, როგორი მომენტი გაქვს, იცით, რომ ანუ რაც იქნება, იყოს ისე, როგორც არის ჩაფიქრებული, ხო? ნახეთ, მე
მოდი დავდგები მყარად, მე მოვმართავ ლოგიკას გონებას, არავის არ დავესხმები თავს, ოღონდ არც არავის მივცემ ხოთა, ანუ ჯერჯერობით გავჩერდები და ვნახოთ სამყარო რას მომცემს. აი ძალიან სწორი დამოკიდებულება გაქვთ მეორე ვარიანტს და სამყარო გიგზავნით საბედისწერო ცვლილებებს ზუსტად და სამყარო გიგზავნით ძალიან ისეთ თანადგომას, ხო? სურვილების ასრულება, მიზნების ასრულება, ანუ თქვენ მზადყოფნა გაქვთ ამ ყველაფრისთვის, ანუ აი აქაც ემთხვევა რაღაცნაირად აი ეს ენერგიები და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში როგორც წესი აცდენაში მოდის ხოლმე ეს ორი მიმართულება ადამიანების ცხოვრებაში. ვნახოთ ახლა მომავლის ენერგიებში, აბა ბედის წერამ, რა შეიძლება რატო გადმოვატრიალე, არ ვიცი, მაგრამ ნუ იყოს გადმოვატრიალოთ. რა შეიძლება გამოგიგზავნოთ თქვენ ამისთვის როგორი მზაობა გექნება, ხო, როგორ დახვდებით უკაცრავად თქვენი ნებელობა როგორ იქნება ამ ყველაფრის მიმართ. ხო. თუ ახლა აი ეს ყველაფერი შესაძლებლობა გაქვთ, მეგობრებო, ბედის წერა ნახეთ. შესაძლოა სხვათა შორის ბავშვობის დროინდელი რაღაც მომენტი წამოვიდეს თქვენი წარსულიდან, თქვენი ბავშვობიდან, თქვენი აი დედულეთიდან, თქვენი სამშობლოდან, არ ვიცი, სოფელი თუ გაქვთ ვინმე სადმე, აი ან ბავშვობის დროინდელი ადამიანი, მეგობარი, თაყვანისმცემელი, არ ვიცი, ფესვებიდან ვიღაცა მოდიოდეს, ვინც თქვენ გეხმარებას და სტაბილურობას გიქმნით. ვინც თქვენ გეშველებათ იმისთვის, რომ აი ეს ტვირთები ბოლოს და ბოლოს მშვიდობიანად მიიტანოთ ადგილამდე და მოიხსნათ ეს ტვირთები. ნახეთ, სამყარო პირდაპირ გიგზავნით პენტაკლების მეფეს, ხო, ეს გინდა ადამიანად აღვიქვათ, არა აქვს ამას მნიშვნელობა, რომ თქვენ როგორც ასე ვთქვათ, სტაბილური ადამიანი, სტაბილური პარტნიორი, გნებავთ საქმიანი, გნებავთ პირადი, საჯაროა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ დეტალებში არ ჩავდივარ. ისე სტაბილურობას, ხო, სამყაროს ძალიან კარგი გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით, მაგრამ ნახეთ თქვენ მომავალში ამას როგორ აღიქვამთ. ორი ხუთიანი მიჭირავს ხელში პენტაკლები და თასები, მაგრამ საბოლოოდ დედო კვერთხების დედოფალის არკანი მე ამ შემთხვევაში იმის სიმშვიდის უფლებას მაძლევს, რომ თქვენ რაღაცებს სწორად მიხვდებით საბოლოოდ აი ამ მდგომარეობიდან გამոխვალთ, ანუ თქვენ ავადმყოფურად გექნებათ რაღაცა აი ამისი შიში, რომ ამას შევძლებ თუ არ შევძლებ, რა მოხდება, როგორ იქნება, რანაირად იქნება. აი თითქოს ყველაფერი დამთავრდა, თითქოს ყველაფერი აირია, თითქოს ვერაფერს ვეღარ ვერევი, თითქოს აი გზა აღარ არის, მაგრამ რეალურად დიახ ეს საბედისწერო ნიშნები, გზავნილები, ადამიანების სიტუაციები ბოლოს და ბოლოს გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან და თქვენს გამარჯვების კვერცხს ხელში დაიჭერთ, ხო, თქვენ ისევ დაიბრუნებთ სიცოცხლის უნარიანობას და თქვენ ისევ ასე ვთქვათ, ნუ კვერთხების დედოფალი თქვენ იცით როგორი ცეცხლოვანი ენერგიებია, ხო? ანუ გამარჯვების ენერგიები და სიცოცხლის და არ ვიცი წარმატების და ყველანაირი სიკეთის და ვნახოთ აბა კიდე ერთი ექვსიანი კვერთხები და ვნახოთ იმპერატორი. არა მეგობრებო, აქ ყველაფერი მშვიდობიანად დახილაგდებათ. გამოხვალთ თქვენ ამ სიტუაციებიდან, უბრალოდ სწორად ცოტა გვიანი მიხვდებით სავარაუდოდ ბედის წერის საჩუქრებს, აი უფრო მოჭიმული და უფრო ისეთი თითქოს აი რაღაცების ბოლომდე არ გჯერათ უახლოეს მომავალს ვკითხულობ, მაგრამ არა, ბოლოს ყველაფერი სიკეთით სრულდება. აღიარებთ თქვენ რეალურად თქვენს გამარჯვებას, თქვენს წარმატებას და სამყაროს სწორ შეტყობინებებს აი ზუსტად ადეკვატურად მიიღებთ. მიხარია ძალიან, გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს რეზონირებას აი ამ ინფორმაციის, რაც მე გავაჟღერე. მერწმუნეთ, რომ 80%-ით რომ აგისრულდეთ პირველს და მეორე ვარიანტსაც სრულიად საკმარისი იქნება. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ნდობისთვის. ძალიან დიდი ბოდიში ჩემი ასეთი ფრაგმენტული გათიშვებისგან, ხო, გათიშვებს გულისხმობ თუნდაც იგივე თქნარების ეპიზოდებს, მართლა რაღაცა მგონია, რომ ჟანგბადის უკმარისობის თემა ეხა აქ და ამ ეტაპზე, ასე რომ მაპატიეთ თუ ვიღაცას ჩემი ამას ვთქვით ან ინტონაციით ან მოკლედ რაღაცა სხვა ისეთი მომენტით დისკომფორტი შეგიქმნით. კარგით, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისა და ნდობისთვის, დაგემშვიდობებით, ნახვამდის.